ტრადიციული დღესასწაული გომისთობა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობით უკვე 3 წელია იმართება. ღონისძიება ღიაცის ქვეშ მხატვრული და სპორტული პროგრამის სახით იქნება წარმოდგენილი. დღესასწაულის მიზანი საკურორტო ზონის გამოსოცხლება, დამსვენებელთათვის სასიამოვნო გარემო შექმნა და ტურიზმის პოპულარიზაციაა. გომისთობა ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების კულტურის ცენტრებთან არსებული ანსამბლების ლურჯი იალქნისა და გურული ბიჭების კონცერტით გაიხსნა, რომლის პარალელურად შეჯიბრი ფეხბურთში, მკლავჭიდსა და დოხში მიმდინარეობდა. გამარჯვებულები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა დააჯილდოვა. ნიკოლაიშვილი დამსვენებლებს გაესაუბრა და თქვა, რომ მომავალ სეზონისათვის მსგავსად ბახმაროს კურორტისა მათ უკვე რეაბილიტირებული და განახლებული გომისთთა დახვდებათ. ჩვენს მნიშვნელოვანია, რომ დავიწყეთ გურის კურორტების რეაბილიტაცია და ეს მეორე კურორტია, რომელიც 2000 მეტრზე უფრო მაღლა ზღვის დონიდან, მე ბახმაროს შემდეგ გულისხმობ. გომისთთა ულამაზესია და არა ნაკლები ვიდრე ბახმარო. შესაბამისად ჩვენ შევისწავლეთ ყველა იმ პრობლემატურ საკითხს, ეს არის შუქი, წყალი და შესაბამისად მოუგვარებთ ამ პრობლემებს კურორტის დაფუძნებასთან ერთად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. წელს ხედავთ, რომ უკვე ბევრი ადამიანი არის ამოსული. შესაბამისად ეს გზის რეაბილიტაციის სამუშაოება საშუალო მისცა მოსახლეობას, რომ უფრო მეტი ამოსულიყო. ჩვენ გეგმავთ, რომ მომავალშიც ინფრასტრუქტურული სამუშაოები განვითარდეს, ასე რომ ამ კურორტს მომავალში კიდევ უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტები დაამშვენებს. გომისთთა, როგორც მომავლის მთის კურორტი, გურია აჭარის ქედის შემადგენლობაში შედის. მისთვის დამახასიათებელი კლიმატის გამო იგი როგორც საზაფხულო აგარაკი ისეა ცნობილი. 2755 მეტრის სიმაღლეზე არსებული მთა და განუმეორებელი ბუნება მნახველზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ტოვებს. აქა-იქ ჯგუფ-ჯგუფად შეგროვილ მხიარულებას მიცემულ საზოგადოებას შორის ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა უკრაინელი სტუმარი ქალბატონიც აღმოაჩინა, რომელიც საქართველოში პირველად იმყოფებოდა და ნანახით აღფრთოვანებულმა თავისი ემოცია გულღიად გადმოგვცა. И сейчас я приехала в Грузию, и я в шоке. Я с Украины. Дай Бог вам всем здоровья. Я шокирована гостеприимством, здоровьем грузинов и сердцем, которое есть у грузинов. მე ბავშვობიდან ვისწრებებ გომის მთაზე, ძალიან მიყვარს, ძალიან მომწონს. უკვე 3 წელია ტარდება ეს სახალხო დღესასწაული აღსდგა, რასაც გომის მთობა ქვია. მე იმედი მაქვს, რომ ეს უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს ეს ღონისძიება, რაც ხელშეუწყობს ტურიზმის განვითარებას, უფრო მეტ ხალხს მოიზიდავს. დღეს გომის მთა იმ საკურორტო ზონას წარმოადგენს, რომელსაც ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია.